მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა შესაძლებლობისთვის. ხო, თავშივე უნდა ითქვას, რომ მეორე ხარისხოვანია ის თუ რა დამოკიდებულება გქონდა ჩვენ ერთმანეთისადმი წარსულში, ხო, რა თქმა უნდა, მალე გამოჯანმრთელებას უსურვებ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს. რაც შეეხება იმ ყველაფერს, რაც მოხდა, ხო, რავი, ჩვენ ბევრი გვისაუბრია იმაზე წარსულში, როცა ვდებატობდით, რომ რაღაცა თორნიკე რიჟვაძე აჭარის მასშტაბით და არა მხოლოდ გარეული იყო კორუფციაში, მისი წინამორბედებით და რაღაცა ისიც იგივე საგრძელებს, ხო, ვინც ის ჩაანაცვლა და ასე შემდეგ. რაღაცა ვერსია იყო, რომ თითქოს მან თანამდებობა დატოვა, მაგრამ ამის არავის არ სჯერა და არც დაუჯერებია ბათუმში და აჭარაში. ამის შესახებ არავის ვიცით, რომ რაღაცა მსგავს გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით ერთი კაცი იღებს და ამ ერთი კაცის გვარი ივანიშვილია და შემდგომ ვიცით, რომ რაღაცა ზეწოლა მიდიოდა თორნიკე რიჟვაძეზე, ბევრი ვერსია იყო, თორნიკე რიჟვაძის მამაც ფიგურირებდა ამ საქმეში, რაღაცა ვიცით, რომ თითქოს ის დაკავებულიც იყო, მე დადასტურებული ფაქტი არ მაქვს, მაგრამ ამის შესახებ მიდიოდა ქალაქში საუბარი, ვიცით, რომ თორნიკე რიჟვაძეს რაღაცა ფულის უკან დაბრუნებას თხოვდნენ ამ კორუფციის გზით მოპოვებული ფულის და ასე შემდეგ. ვერსიას რაც შეეხება თვითმკვლელობის, ცოტა დაუჯერებელი ამბავია ჩემთვის პირადად, თუმცა აი ქართულმა ოცნებამ რახან გადაწყვიტა, რომ ეს ვერსია შეეთავაზებია საზოგადოებისთვის, რომელი უფრო მისაღებია ქართული ოცნებისთვის და რომელია უკეთესი ამ შემთხვევაში ქართული ოცნებისთვის, ამ ორი ვერსიიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ხო, რა ვიცი, თუ რაღაცა გარჩევა იყო და აიღეს და ესროლეს რიჟვაძეს, კიდე რაღაც მომენტში მესმის, ხო, მაგრამ თუ იქამდე მიყავს შენ რეჟიმს ადამიანი რომ რაღაცა სუიციდის ფაქტამდე მივიდეს და თვითმკვლელობა გადაწყვიტოს, ეს საერთოდ კიდევ უფრო არ მოქმედებს და არ აისახება რეჟიმზე კარგად, ხო? თუმცა ეხა ვიმსჯელოთ იმ გამოძიებაზე, რომელსაც არანაირი ნდობა არ აქვს ქვეყნის მასშტაბით და ვიმსჯელოთ იმ ადამიანებზე, ვინც უნდა დადოს დასკვნა და არავინ არ ენდობა ქვეყანაში, ხო, რა თქმა უნდა, აბსურდია, ამიტომ ამ გამოძიებას ჩვენ ვერ ვენდობთ. რატომ მოხდა, არ ვიცით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თორნიკე რიჟვაძე მიუხედავად იმისა, რომ დღეს მძიმე მდგომარეობაშია და საერთოდ არ მაქვს სურვილი, რომ რაღაცა წარსულზე ვისაუბრო და მის მიერ ჩადენილ განხორციელებულ საქმეებზე, მაგრამ ვიცით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაოდენ დიდ კორუფციაში იყო, როგორ აკონტროლებდა თავიდან ბოლომდე აჭარაში ბიზნეს და რაღაცა გვერდით ყავდა ეს ბიზნესმენები შემოკრებილი, ხო? და შემდეგ ალბათ სადღაც ეს კორუფცია სადღაც გაექცა, კიდევ უფრო მეტად მიმართა კორუფციას, ვიდრე მას ამაზე მწვანე ჰქონდა ანთებული და ამიტომაც მოიშორეს თავიდან და დღეს იგივე საგრძელებს თამაზაშვილი, აქ სახელდაგვარებს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ანუ თამაზაშვილი იქნება თუ ვინ იქნება რეჟიმია. ეს და რეჟიმი ვისაც დანიშნავს, კორუფცია ხელწერა ამ რეჟიმისა და აჭარა განსაკუთრებით რაღაცა ტურისტული ქალაქია ბათუმი, ტურისტული რეგიონია, საპორტო ქალაქია ბათუმი და დიდი ფული ტრიალებს და რა თქმა უნდა კორუფციას მწვანე აქვს ანთებული. ალბათ რიჟვაძემ უბრალოდ გადაამეტა კორუფციის მასობრივად გადაამეტა და ამიტომაც იქნა დასჯილი, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რაც არ უნდა ვემდუროდოთ ჩვენ პოლიტიკურად ერთმანეთს, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტი რაღაცა გავიგვიძეთ და ასეთი ფაქტი დაგვხვდა, ხო? მათ შორის თქვენი ტელევიზიის მიერ გაშუქებული. თავარი რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ რეჟიმს სანამ ეს რეჟიმი იქნება, მსგავსი ფაქტები იქნება ბევრი. გავიგვიძებთ თუ დავიწინებთ, რაღაცა მსგავსი ნიუსები შეგვხდება. ვიღაცამ თვითმკვლელობამდე მივა, ვიღაცას დაიჭერენ და ციხეში არაკანონიერად გაუშვებენ, აქეთ ბიზნეს დაარეკეტებენ, აქეთ რაღაცა და საბოლოო ჯამში რაღაცა ქვეყანა არის ჩამოშლილი, ხო, თავიდან ბოლომდე მიშვებულია, თავიდან ბოლომდე კრიმინალი და მსგავს ფაქტებს შევხვდებით ყოველთვის. თუ ცვლილებაში არ მივიღეთ მონაწილეობა და ცვლილებაში მონაწილეობას ჩვენ აქამდე წვებულობდით და ეს ყველაფერი რომ დასრულდეს და რაღაცა ევროპულ სტანდარტებს რომ დაუბრუნდეთ და კეთილდღეობით ცხოვრება შევძლოთ ჩვენს ქვეყანაში, ის ადამიანებიც უნდა გამოფხიზლდნენ, ვინც აქამდე თუნდაც მხარს უჭერდა ქართულ ოცნებას, ვინც აქამდე რაღაცა რეჟიმის შემადგენელი ნაწილი იყო, იმიტომ რომ თორნიკე რიჟვაძე სადაც მივიდა, აქამდე წარმოიდგინეთ სხვები, ვინც ჯერ კიდე რეჟიმთან არიან ახლოს, იმათ რა ელოდება წინ. ეს კარგად უნდა გავიაზროთ, მეგობრებო და მართლა ქვეყანაა გადასარჩენი, მართლა რაღაცა
ერთმანეთს უნდა შემოუძახოთ და ცვლილებებისთვის უნდა გავერთიანდეთ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება, სანამ ქართული ოცნება იქნება, ყოველთვის იქნება მსგავსი ფაქტები, მსგავსი სამწუხარო ფაქტები. კი ბატონო და ერთი წამით ლევან მინდა რომ მაყურებელს წავუკითხო მე ვუთხარი სალომე ზურაბიშვილის გამოხმაურებაზე რომელიც პლატფორმა X-ზე დაწერა მეხუთე პრეზიდენტმა და ეხლა უკვე სოციალურ ქსელში წერს სალომე ზურაბიშვილის შემდეგ რამეს ქვეყანაში სრული განუკითხაობა ყველაფრის უფლება საკუთარ ხელში აიღეს იმ ადამიანებმა ვისაც მართველი პარტია ჰქვია დაწერილი სცენარებითა და მოგონილი ზღაპრებით გონიათ რომ ხალხის მოტყუება შესაძლებელია ამ დროს ამ მოჩვენებითი რეალობის ფარდის მიღმა ქვეყანა დააბრუნეს მაფიოზურ კრიმინალურ სივრცეში. ამ ყველაფერში ჩანს რუსული კვალი. ეს მეთოდები, ეს განუკითხაობა, ეს სრულ რეალობა და ადამიანური ღირსებისგან დაცლილი რეჟიმი. დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე უარის თქმას ლოგიკურად მოჰყვება ეს მაფიოზური მმართველობა. დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია. დაცული არავინაა, შექმნილი ვითარება, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან სავარაუდო მიღმანა თვითმკვლობამდე ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი ნიშნავს ერთს სახელმწიფო დანგრეულია. ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს თავისიანებს და სხვებს, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია და მოვლენები სწრაფად ვითარდებაო, წერს სწორედ სალომე ზურაბიშვილი. და აი ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ ლევან, აი არ დავეთანხმ, ხო, რთულია მართლა, ანუ მეც დაახლოებით იგივე შინაარსო ვავრცელებდი და სალომე ზურაბიშვილმა კიდევ უფრო მკაფიოდ თქვა. ჩამოშლილია მართლა სტრუქტურულად თავიდან ბოლომდე რაღაცა ეხლა დაიწყო კლანების თამაში შიგნით და ის კი არა რომ განსხვავებული აზრი აქამდე როგორც ჩვენ ვითვლებოდით განსხვავებული აზრის გამორჩელებლებად ვიდევნებოდით. არამედ უკვე შიგნით დაერივნენ ერთმანეთს და სადაც აჭარა ავტონომიური რესპუბლიკა ამხელა აჭარა და აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარემდე მივიდნენ ამ დონეზე. წარმოიდგინეთ, მართლა წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მოხდეს ხვალ, რა შეიძლება მოხდეს ზეგ. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ რაღაცა უფრო დაბალი ფენიდან რო დავიწყოთ, ყოველდღიურად რაღაცა მკვლელობები ხდება, დაჭრის მცდელობები ხდება ბათუმსა, თბილისში თუ სხვადასხვა ადგილებში, ხო? აღარ ვსაუბრობთ მაგაზე, უკვე იქამდე მივედით, შიგნით უკვე მაღალჩინოსნებს და ყოფილ მაღალჩინოსნებს ერთმანეთს დაერივნენ. ამიტომ წეგან მაგიტო გაუსვი ხაზი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს თითოეულმა ადამიანმა გაიაზროს ეს, რომ რაღაცა საკუთარ ოჯახებს არ შეექმნას პრობლემა, საკუთარ ირგვლივ მყოფთ არ შეექმნას პრობლემა, მომავალი თაობები ამ ქვეყანაში გაიზარდონ ისე, რომ მსგავსი ფაქტების ხილვაც კი არა, გაგონებაც აღარ მოუწიოთ და რაღაცა ელემენტარულ კეთილდღეობას, რასაც ითვალისწინებს ევროპული სტანდარტი, ამას მაინც მივახციოთ და აი ეს თუ ეხლა არ დავიწყეთ ხვალდაზე შეიძლება მართლა გვიან აღმოჩნდეს. გვიან აღმოჩნდეს, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენთაგანთან მოვლენ, თითოეულ იმ წევრთან მივლენ, ვინც დღეს რეჟიმს ასრულებს. ამიტომ გამოფხიზლებისკენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას. კი ბატონო და ასევე მინდა გკითხოთ ლევან აი გუშინდელი ფაქტით თუნდაც ზარალასთან დაკავშირებით ხომ გი ბიზნესმენ რამიშვილთან დაკავშირებით რაც ხდება როგორც მოხდა მისი დაკავება რა დასახელდა მიზეზადაც ალბათ თავად არ ვიცი რამიშვილი იტყვის უფრო მეც რეალურად რა მოხდა მაგრამ აი მისი ადვოკატი ამბობდა დღეს რომ მიცით რა რაღაც თურმე დაუდევრობას ქონია ადგილი შემთხვევით წაუღია რაღაც სხვა ჩანთა სადაც იარაღი და ვაზნები ქონია და აეროპორტში ხელბარგის შემოწმებისას სკანერზე გამოჩნდა, ამიტომ დაიჭირეს და ასე შემდეგ. აი გჯერათ თქვენ ამის და მაინტერესებს აი ზოგადად რაზე მიუთითებს ის რაც ხდება, არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემს სუბიექტურ აღქმად ჩათვალოს მაყურებელმა, მაგრამ გონია რომ რაღაცა ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში და შეუძლებელია ეს რაღაცა დაუდევრობები იყოს მხოლოდ დამთხევა, ხო? იცით რა, რო არ მოგატყუოთ მე რამიშვილის ადვოკატის ინტერვიუ არ მომისმენია, თუმცა რა თქმა უნდა არ მჯერა წარმოუდგენელი ეხლა მინიმუმ ამხელა გამოცდილების ადამიანი წინ დახედული ხო რაღაც მომენტში ამხელა შეცდომას უშვებდეს და რაღაცა იარაღიანი ჩანთით ცდილობდეს აეროპორტში მისვლას და ამ სახით ქვეყნის დატოვებას მე მგონია რომ ეს სრული აბსურდია და რა თქმა უნდა ვერ გავიზიარებ ამ აზრს დამთხოვებს რაც შეეხება კი ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილი რაღაც მომენტში ცდილობს რომ ეხლა ის
თავის გარემოცვაში მყოფი ადამიანებისგან ამოიღოს მაქსიმალურად თანხა, ასე რომ ვთქვა, დააგროვოს და ჩემი აზრით განიხილავს იმ სცენარსაც, რომ ქართველი ხალხი რაღაცა მართლა ბეწვის ხიდზე ვდგავართ და ან იქით გაწყდება და ან აქით, ხო და შეიძლება წასასვლელადაც ემზადებოდეს. იმიტომ რომ ბეწვის ხიდზე რეალურად მართლა ვდგავართ, როცა არჩევნების გაყალბებიდან 200-ზე მეტი დღე ადამიანები ქუჩაში არიან, როცა ვიხილეთ ის ძალადობის ფაქტები, რაც ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში და მანამდეც ხო არაერთი ყოფილა ასეთი. როცა სრული შეუგუებლობა ქვეყანაში და ზეწოლა რაც მთავარია გარედან, არ მხოლოდ სანქციები, ხო ქართულ ოცნებას რეალურად დასავლეთიდან რეალურად ხელის ჩამომწმევი ადამიანი აღარ დარჩა და სადღაც შეხვედრაზე კადრში ახლოს თუ აღმოჩნდებიან, მე თავიანთ ტელევიზიებში ბუსტავენ ამ კადრებს, რომ თითქოს ჩვენ ისევ რაღაცა მისაღები ვართ ამ ხალხისთვის. არა და რეალურად ხო ყველაფერი ხელის გულზე ჩანს და ნათელია როგორც არასდროს. ამიტომ ჩემი აზრით ეხლა ცდილობს ბიძინა ივანიშვილი შემოიკრიბოს ის დოვლათი, რაც გააჩნდა, წაართვას კიდე იმ ადამიანებს, ვისაც აქამდე აშოვლინა და მათ შორის ჩემი აზრით განიხილავს იმ სცენარსაც, რომ უნდა წავიდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის ოპოზიციურმა სპექტრმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, რომ ერთიანები ვიყოთ ამ მხრივ და რაღაცა ელემენტარული შეცდომები არ დაუშვათ და ელემენტარულადაც მაინც არ ვეთანამშრომლოთ რუსულ რეჟიმს. კი ბატონო და ლევან, კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით მინდა გკითხო, მათ შორის მაყურებელსაც მივაწოდო ინფორმაცია, როგორც იცით, პარალელურ რეჟიმში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის საქმეზე პროცესი, აი 11 პირის 11 ახალგაზრდის საქმეზე და დღეს პირველად მოხდა, სწორედ რომ დაიკითხა სპეცრაზმელი და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ვთვლი, რომელიც მაყურებელმა უნდა იცოდეს, აი რას ამბობს სპეცრაზმელი, უბრალოდ სპეცრაზმელი გედედეს თანამშრომელი ნუგზარ მირიანაშვილი, რომელსაც დაზარალებული სტატუსი მისცა გამოძიება. ბრალდებულებს არ ვიცნობ. არც ერთის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნდა, ვერც დაგიდასტურებდა, ვერც უარყოფ, რომ მათი ნასროლი პიროტექნიკისგან დავზიანდი. თუ გამოვლინდა, რომ ძალადობრივ ქმედებაში მიიღეს მონაწილეობა, უნდა დაისაჯონ. ვერავის ვერ დავინახავდი. იყო სიბნელე, მეორეც ერთი, იყო ლაზერების მონათება, სახის არეში გვანათებდნენ მომიტინგეები. მეორე ის იყო, რომ ჩვენ გვიკეთი აირწინახი და არის ჩაფხუტის პლასმასი და მხედველობის არე შეზღუდულია, ნაკლები განათება იყო და ყოველი ფეიერვერკის აფეთქების შემდეგ რთული იყო გარჩევა ყველასიო, მოკლედ ესეთი აღმოჩნდა სპეცრაზმელის გედედეს თანამშრომლის ჩვენება, რომელსაც დაზარალებული სტატუსი აქვს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ჩვენებების შემდეგ, რაც ჩვენ პოლიციელებისგან მოვისმენთ, ხომ, სამართალდამცველებისგან, ჩემთვის პერსონალურად ნამდვილად იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ გულწრფელობა იკითხება ყოველ შემთხვევაში აი ამ ჩვენებაში. კი ბატონო, აი ეს მინდოდა რომ მეთქვა მაყურებლისთვის, მადლობა ლევან, მადლობა იმისთვის რომ დაგვითმეთ. ფანტასმაგორია მსგავსი ადამიანებით. კი ბატონო, მადლობა.